ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, ITB China-ზე. გვაქვს პატივით უმასპინძლოთ 700 მაღალი რანგის სტუმარს, განსაკუთრებულ გალავ ახშამზე. Silk Hospitality-ის 20-მდე მზარეული არის ჩამოსული, რომელიც სრულიად ჩართული არის ამ ზადისში და დაახლოებით მენიუ შედგება 17-18 კერძისაგან. ვეცადეთ, რომ თითქმის ყველა რეგიონიდან რაღაც საინტერესო კერძები აგვეყო და მათთვის წარგვედგინა. 700 ადამიანიდან უმრავლესობა იყო ჩინური კომპანია წარმოდგენილი. პირველივე შთაბეჭდილება საქართველოს გასტრონომიაზე ჩვენ შევუქმნით და ძალიან წარმატებული იყო ეს ვახშამი. ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი და მასშტაბური შრომა იმ გუნდის წევრებისა, რომლისგანაც შედგება Silk Hospitality. 21 chef with their head chef of Silk Hospitality Group, Mr. Iraqi Yazakiani and his all-star chef crew. Didi Maldova, bravo! ყოველ დღე მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ITB China საგამოფენო სივრცეში ვუმასპინძლოთ დაახლოებით 400 ადამიანს. სტუმრებს მაქსიმალურად საშუალება ექნებათ ყოველ დღეს სხვადასხვა ქართული კერძები გასინჯონ და დააგებონ. რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ვაზიაროთ ქართულ გასტრონომიას და კულტურას. პირველ დღეს წარმოვადგინეთ ფინკალი, ელარჯი და საცივი. მეორე დღეს შედგებოდა აჭარული ხაჭაპური და გადახვეული ნიგვზიანი ბადეჯით. მესამე დღეს კურჩხელა, გოზინაყი და კაპის იმერული ხაჭაპური. ეს გამოფენა არის ძირითადად ორიენტირებული B2B ბიზნესზე. Silk Hospitality სტენდთან აწყდება ნაკადი ტურისტული სააგენტოების. ჩვენმა სასტუმროებმა გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება, გავმართეთ ძალიან ბევრი შეხვედრა, გავაცანით ჩვენი 7 სასტუმრო რესტორნების სამომავლო პროექტები. დასრულდა ჩვენი ჩინური ვოიაჟი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ესე რომ ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეული გუნდის წევრს, რომელიც მთელი ამ 4 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა. მოხარულები ვართ, რომ Silk Hospitality ღირსეულად იყო წარმოდგენილი ITB China-ზე.